რუსული შეტევა უკრაინის აგურის კედელს ეჯახება. აი ესე უნდა გრძნობდეს პუტინი. თითქოს მისმა ჯარისკაცებმა შეეჯახნენ კედელს, როცა რუსეთის წინა ხაზი ინგრევა დონეცკის ციხესიმაგრის ხაზთან. პუტინის მიერ დაგეგმილი დიდი გაზაფხულის შეტევა სწორედ ამ ხაზის დამხობას ისახავდა მიზნად. ამის ნაცვლად რუსული შეტევა ინგრევა, რადგან ციხესიმაგრის ხაზი აჩერებს მას და იმ ტერიტორიას, რომლის დაპყრობაც რუსეთს სურს, სასიკვდილო მახედ აქცევს. პუტინმა ეს ვერ იწინასწარმეტყველა, მაგრამ ახლა ომის კვლევის ინსტიტუტის ექსპერტები რუსეთის 2026 წლის გეგმების სრულ ჩავარდნას პროგნოზირებენ. ეს გეგმები მარტივი იყო. 2026 წელს ციხესიმაგრის ხაზის აღება. France 24-ის ინფორმაციით, რუსეთის მთელი საგაზაფხულო შეტევა აგებულია ციხესიმაგრის ხაზის ჩამოშლაზე. მძიმე დაცული ქალაქების ეს ჯაჭვი არის დონეცკის რეგიონის აღების გასაღები, რაც თავის მხრივ გამოიწვევს დონბასის დაცემას, რომლის დათმობასაც პუტინი უკრაინისა და რუსეთის შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებიდანვე ითხოვს უკრაინისგან. პუტინს ყოველთვის სურდა დასავლეთისა და რუსეთის მოსახლეობისთვის ეჩვენებინა, რომ ციხესიმაგრის ხაზი სუსტია, რომ უკრაინა დაშლის ზღვარზეა და ამ ქალაქების დაცემის შემთხვევაში რუსეთი მიიღებს იმას, რასაც აშშ-ში საზღვაო ძალების ყოფილი ვიცე-ადმირალი ღარობერტ ბომურიკი უწოდებს ნამდვილ ავტომაგისტრალს, ნებისმიერი არმიისთვის, რომელიც უკრაინის სიღრმეში ან მის მიღმა ოპერაციების ჩატარებას მოისურვებს. ამ შემთხვევაში რუსეთისთვის ეს ძალისხმევა ნამდვილად ღირს. ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო რუსეთის გეგმა, მაგრამ ციხესიმაგრის ხაზი ადვილად დასამარცხებელი მოწინააღმდეგე არ არის. 4 დიდი ქალაქისა და მრავალი პატარა დასახლების ერთობლიობა, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა განლაგებული H20 კონსტანტინივკა სლოვიანსკის ავტომაგისტრალის გასწვრივ. ეს ხაზი დაახლოებით 50 კილომეტრი, ანუ 31 მილი სიგრძისაა და პუტინის უკრაინაში შეჭრამდე აქ 380,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ეს გაძლევს წარმოდგენას იმ მასშტაბზე და სიფთულეზე, რაც რუსეთის ძალებს წინელით. რადგან მათ დაავალეს ამ ქალაქების ხაზის დამხობა 2026 წლის ბოლომდე. გაზაფხულის შეტევა უნდა ყოფილიყო რუსეთის ბრწყინვალე გზის დასაწყისი უკრაინაში წარმატებისკენ. რა თქმა უნდა, ციხესიმაგრეების ხაზი ვლადიმერ პუტინისთვის პრობლემად იქცა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას დაიწყებდა. საომარი მოქმედებების დაწყებიდან 2014 წელს, რამაც გამოიწვია ყირიმის უკანონო ანექსია და არეულობა დონბასში, უკრაინა ციხესიმაგრეების ხაზზე თავის თავდაცვას აძლიერებდა. მეტი ვიდრე 10 წლიანი გამაგრება იმასაც ნიშნავს, რომ რუსეთმა ამდენივე ხნის განმავლობაში ვერ შეძლო ამ ხაზის გარღვევა. მაგრამ რუსეთს ეს ხაზი სჭირდება. ეს იქნება მთავარი, რომ აიღოს დონეცკის რეგიონის დარჩენილი დაახლოებით 30%, რაც პუტინს მისცემს საშუალებას თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს თავისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის აშკარა მარცხი რაღაც წარმატებად გადააქციოს. რუსეთის გარეთ ამას არავინ დაიჯერებს, მაგრამ პუტინისთვის ეს მნიშვნელობას არ წარმოადგენს. მას გაზაფხულისთვის გეგმები აქვს და ამ გეგმებს არ გადაუხვევს. არ აქვს მნიშვნელობა, რომ რუსეთი უკვე 20 თვეზე მეტია იბრძვის მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაზივიარი დაიპყროს, რომელიც პატარა დასახლებაა ციხესიმაგრეების ხაზის გარეთ 2025 წლის ბოლომდე. როგორღაც რუსეთის ლიდერს ეგონა, რომ მისი ჯარები შეძლებდნენ ასეთ გარეუბნის დასახლებებში დამარცხების გადაქცევას, ციხესიმაგრეების ხაზზე ბევრად უფრო ძლიერი თავდაცვების სრულ განადგურებად. რუსეთს მხოლოდ მეტი ცოცხალი ძალა სჭირდებოდა ამ საქმისთვის და პუტინმა ეს უზრუნველყო. მაგრამ უკვე ხედავთ, რომ ყველაფერი იმ სუსტი გეგმის მიხედვით არ ვითარდება, რომელიც პუტინმა ციხესიმაგრეების ხაზისთვის შეადგინა. 2026 წლის გაზაფხულის შეტევა საშინლად დაიწყო. დანაკარგები იზრდება, მაშინაც კი როცა რუსეთის ძალები ჯერ კიდევ შორს არიან ციხესიმაგრეების ხაზიდან. ახალი ოპერაციის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში რუსეთის დანაკარგები უკვე დაახლოებით 10,000 მოკლულ დაჭრილ ჯარისკაცს შეადგენდა. იუწყება National Interest-ი. რუსეთის კამპანია ციხესიმაგრეების ხაზის სასამხობად ასევე რეკორდსმენია, მაგრამ ყველაზე ცუდი თვალსაზრისით. მარტის 17-ში რუსეთმა ერთ დღეში 1700 ჯარისკაცი დაკარგა, რაც 2026 წელს აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ამ ბოლო ორ სიტყვაზე, აქამდე. რუსეთისთვის კიდევ უფრო მძიმე დროები მოდის, რადგან პუტინის სტრატეგია ვერ განვითარდა და ისევ იმ მიდგომას მისდევს, რომ მეტი საზარბაზნე ხორცი გადააგდოს უკრაინის თავდაცვაზე. ეს ადრეული დანაკარგები უკვე ნიშნავდა იმას, რომ გაზაფხულის შეტევა იმდენად ცუდად დაიწყო, რომ ციხესიმაგრეების ხაზის გარღვევის მიზანი ძალიან შორს ჩანდა. რუსი სამხედრო ბლოგერები და პროპაგანდისტები უკვე იწყებენ პუტინის წინააღმდეგ შემოტრიალებას, როგორც თავადაც ნახავთ თუ ჩვენთან დარჩებით. მაგრამ სწორედ აქედან იწლება ყველაფერი, სერიოზულიდან კატასტროფულ მდგომარეობაში გადასვლა პუტინისთვის და მისი ციხესიმაგრეების ხაზის გეგმებისთვის. ეს დანაკარგები სულ მცირე მისაღები იქნებოდა ისეთი გულგრილი და ტაქტიკურად უუნარო ადამიანისათვის, როგორც პუტინია, თუ ისინი ციხესიმაგრეების ხაზზე ტერიტორიული მიღწევების სანაცვლოდ მოხდებოდა. მაგრამ ეს მიღწევები ახტება. და ASW-ის ექსპერტი და უკრაინელი სამხედრო დამკვირვებელი კონსტანტინ მაშევეცი ხსნის, რას ვხედავთ რეალურად ადგილზე. ASW იუწყება, რომ მაშევეცის მტკიცებით, რუსეთმა დონეცკის ციხესიმაგრეების სარტყელზე შეტევისას თავისი მესამე საერთო საჯარისო არმიის ელემენტები განათავსა. ამჟამად ეს ჯარისკაცები უკრაინას ებრძვიან ზახიტნასა და კრივალუკასთან, რომლებიც ორივე სლოვიანსკის აღმოსავლეთით მდებარეობს, ხოლო სლოვიანსკი ციხესიმაგრეების ხაზის ჩრდილოეთ წვერზეა.
ამ რეგიონში რუსეთს საქმეები კარგად არ მისდის. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის ძალებმა მარტის დასაწყისში მცირე სტრატეგიული წინსვლა შეძლეს, 29 მარტის მდგომარეობით შეტევა შეჩერებულია, რადგან პუტინის ხელქვეითებმა ISW-ის ანგარიშამდე ერთი კვირის განმავლობაში ვერანაირი წინსვლა ვერ მოახერხეს. ეს ნიშნავს, რომ 22 მარტის შემდეგ პრაქტიკულად არანაირი რეალური წინსვლა არ ყოფილა. რუსეთისთვის მდგომარეობა უარესდება. კონსტანტინიუკის მიმართულებით, რომელიც შეიძლება გახსოვდეთ როგორც ციხესიმაგრეების სათრის სატრელის მეორე ბოლო, რუსეთმა განათავსა თავისი მესამე არმიის კორპუსი და მერვე საერთო საჯარისო არმია. ისინი კიდევ უფრო ცუდად მოქმედებენ, ვიდრე მესამე საერთო საჯარისო არმია. მიუხედავად იმისა, რომ მესამე არმიამ მაინც შეძლო გარკვეული პროგრესის მიღწევა, სანამ უკრაინულ კედელს შეეჯახებოდა, ციხესიმაგრეების სარტყელის სამხრეთ წვერზე პუტინის მიერ განთავსებულმა ძალებმა ვერც ამას მიაღწიეს. ისინი როგორღაც კიდევ უფრო ნელა მოძრაობენ, ვიდრე მესამე საერთო საჯარისო არმია, რაც პუტინს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აგანებს. გეგმა იყო ციხესიმაგრეების სატელზე ორივე მხრიდან შეტევა. ეს ვერ მოხდება, როცა ამ მხარეებიდან ერთზე მყოფი ჯარები ახლოსაც კი არ მისულან იმ პოზიციებთან, სადაც რუსეთს სჭირდება მათი ყოფნა. რუსეთი ცდილობს ერთადერთი რამ გააკეთოს, რაც იცის, რათა გადაჭრას ციხესიმაგრეების სარტყელის პრობლემა, რომელსაც ახლა ებწვის. მეტი ცოცხალი ძალა გამარჯვებას მოიტანს, ფიქრობს პუტინი. თუნდაც ეს იმას ნიშნავდეს, რომ კიდევ უფრო მეტი რუსეთის ახალგაზრდა მამაკაცი უკრაინის თავდაცვას შეეწირება. მაშევეტი წერს 29 მარტის Facebook პოსტში, რომ რუსეთი უკვე იძულებულია დაიწყოს ძალების გამოყვანა, იმას ეწოდებული მობილიზაციის რეზერვიდან, რომელიც ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ხტავს. ესენი არიან ჯარისკაცები, რომლებიც სავარაუდოდ ბევრად უფრო დიდხანს უნდა დარჩენილიყვნენ ოკუპირებულ რეგიონებში. შესაძლოა გამაგრებითი ძალების სახით, მას შემდეგ რაც ციხესიმაგრის ხაზზე გარღვევები მოხდებოდა. მაგრამ ისინი უკვე ბრძოლაში აგზავნიან, ისევე როგორც რუსულ მოხალისეთა შეტევით კორპუსს. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, რუსეთი გაზაფხულის შეტევის პირველ კვირებში უფრო მეტ ჯარისკაცს აგზავნის, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა, რადგან უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს ვილოდა და ამ დანაკარგების სანაცვლოდ პრაქტიკულად არაფერს იღებს. თუ დაუბრუნდებით ორივე მხრიდან შეტევის სტრატეგიას, პუტინი კლასიკური მარწუხების მანევრის განხორციელებას ცდილობს. შეტევა ორი სხვადასხვა ფლანგიდან ნიშნავს, რომ მტერს ალყაში აქცევ, აიძულებ ორივე მხრიდან დაიცვას თავი, სანამ თანდათან ამცირებ მის ძალებს. ეს სამხედრო სტრატეგია ისეთივე ძველია, როგორც თავად ომი და სწორედ ამას ცდილობს პუტინი, როდესაც ერთდროულად უტევს ციხესიმაგრეების ზონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს, ლებს. მაგრამ ციხესიმაგრეების ზონის სამხრეთ ნაწილში, განსაკუთრებით ლიმანისა და კონსტანტინიუკის მიდამოებში, ის წინსვლა, რასაც პუტინი ელოდა, არ მომხდარა. ამ წინსვლის გარეშე მარწუხების მანევრის განხორციელება შეუძლებელია. ეს პუტინს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. დაეყრდნოს თუ არა ის ციხესიმაგრეების ზონის სამხრეთში, უკვე მარცხის პირას პოპ თავის ჯარებს. ეს ცუდი იდეა ჩანს და სწორედ ისინი არიან, ვინც იკლებს პროგრესის გარეშე. ან პუტინი გააგზავნის თუ არა დამატებით ძალებს მესამე საერთო საჯარისო არმიიდან, რომელმაც ჩრდილოეთში მაინც მიაღწია მცირე წარმატებას მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაჩერებულია. ესეც არ არის კარგი ვარიანტი. ყოველი ჯარისკაცი, რომელსაც პუტინი ჩრდილოეთიდან აგზავნის, არის ჯარისკაცი, რომელიც ვეღარ დაიცავს იმ პოზიციებს, რაც რუსეთს აქვს. უკრაინის კონტრშეტევებისთვის შესაძლებლობები გაჩნდება. ამავე დროს მესამე საერთო საჯარისო არმიის დასუსტება ნიშნავს, რომ მისი უკვე შესუსტებული შეტევები ან კიდევ უფრო დასუსტება, ან საერთოდ ვერ განხორციელდება. ასე რომ ერთი კვირის განმავლობაში მიღწეული პროგრესის არ ქონის მდგომარეობა არ შეიცვლება. აი ამას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ციხესიმაგრეების ზოლმა რუსეთის შეტევაში აჩერა. ISW ამბობს, რომ რუსეთის მიერ მიღწეული მცირე წარმატებები შეიძლება დაეხმაროს ოპერაციებს ლემანისა და კონსტანტინიუკის მიმართულებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამავე დროს სლოვიანსკისკენ შეტევა განხორციელდეს. პუტინს ერთ-ერთის არჩევა უწევს და ორივე შემთხვევაში ის თავის ჯარისკაცებს სასიკვდილო ხაფანგში აგზავნის. დამაც უკვე გამოიწვია რუსეთის დანაკარგების მასშტაბური ზრდა გაზაფხულის შეტევის პირველ ორ კვირაში. ციხესიმაგრეების ზოლი ამ მიდგომით უნდა დაეცეს, მაგრამ ეს სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, განსაკუთრებით თუ მიზანია, რომ ეს ზოლი 2026 წელს დაინგრეს. გაზაფხულის შეტევა უკვე ინგრევა და თუ პუტინს ყურადღება მიექცია, მას შეეძლო ეს დაენახა. სანამ ამაზე უფრო ღრმად შევალთ და გაგიმხელთ ერთ გიჟურ მოულოდნელობას, რომელიც ამ ყველაფერს პუტინისთვის კიდევ უფრო მძრონძიმებს. მცირე შესვენება რომ შეგახსენათ. თქვენ უყურებთ The Military Shows. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ არხი თქვენთვის სასარგებლოა, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. ამ წუთებში პუტინი გაბრაზებული იქნება თავისი მარცხის წინაშე მდგარი ჯარებით. მაგრამ სინამდვილეში მას საკუთარ თავზე უნდა ებრაზებოდეს კიდევ უფრო მეტად, რადგან ეს ყველაფერი წინასწარ იყო ნავარაუდევი. ჯერ კიდევ იმ თვეებში, სანამ რუსეთი დაიწყებდა გაზაფხულის შეტევას, რომელიც მათი გეგმით 2026 წლის ბოლოსთვის უნდა დაემხოთ ციხესიმაგრეების ხაზი. როგორღაც 10 წელზე მეტი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პუტინს ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებია, რომ ციხესიმაგრეების ხაზის აღება ის ამოცანა არ არის, რომელსაც მისი ძალები 1 წელზე ნაკლებ დროში შეძლებენ. და ისევ, ეს იყო ISW, კონკრეტულად კი მისი ორი რუსეთის მკვლევარი, ჯენი ონსტედი და ჯესიკა სობიესკი, რომლებმაც ამაზე ყურადღება ჯერ კიდევ 18 დეკემბერს გაამახვილეს. მათ აღნიშნეს, რომ იმ დროს რუსეთი ჯერ კიდევ 22 თვიან კამპანიაში იყო პოკროვსკ-მირნორას დასაკავებლად. ეს ფაქტი მარტო უნდა ყოფილიყო მინიშნება პუტინისთვის, რომ ის ბევრად უფრო გამაგრებული ხაზი, რომელიც მას მიზანში აქვს ამოღებული, სულაც არ იქნება ადვილი გამარჯვება.
რაც შეეხება იმას, როდის შეიძლება დაეცეს ციხესიმაგრეების ხაზი, დუო ამტკიცებს, რომ 2026 წელიც კი ოპტიმისტური პროგნოზია. რუსულ ძალებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონეცკის მთელი ტერიტორია და ციხესიმაგრეების ხაზი 2027 ან 2028 წლამდე აიღონ. თუ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, განაცხადეს დუომ დეკემბერში. რაც ახლა ვხედავთ გაზაფხულის შეტევის პირველ კვირებში, ის არის, რომ ეს წინასწარმეტყველება თითქმის აუცილებლად ახდება. ეს არ არის მხოლოდ პუტინის ბრალი, მიუხედავად იმისა, რამდენად არაკომპეტენტურები აღმოჩნდნენ ის და მისი სამხედრო მეთაურები. რუსეთმა 2025 წლის მეორე ნახევარი ძირითადად გაზაფხულის შეტევისთვის მზადებაში გაატარა. არა მხოლოდ პაკროვსკისა და მირნორადის მიმართულებით შეტევებით, არამედ უკრაინის სამხრეთში ტერიტორიის დაკავებითაც. იდეა იყო სამხრეთ რეგიონში ბუფერული ზონის შექმნა, რომელიც უკრაინას შეუშლიდა ხელს რეზერვების გადაგზავნაში, ციხესიმაგრეების ხაზის სამხრეთ წვეროში, რომელსაც რუსეთი აპირებდა შეტევას. სანამ დრო გავიდოდა, ასე ჩანდა, რომ რუსეთს წარმატება ჰქონდა მიღწეული. თუმცა უკანონო სტარლინკის ტერმინალებზე წვდომის დაკარგვამ, რომელსაც რუსეთი ომის დიდი ნაწილის განმავლობაში იყენებდა, სამხრეთის პოზიციისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. იანვრის ბოლოსიდან უკრაინა სამხრეთში კონტრშეტევას ატარებს, რომელმაც გაათავისუფლა დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 154 კვადრატული მილი იმ ტერიტორიიდან, რომელიც რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული. ნებისმიერი ბუფერული ზონა, რომლის შექმნასაც ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, განადგურებულია. ეხლა რუსეთსაც უწევს რეზერვების გაგზავნა უკრაინის სამხრეთში, რათა შეაჩეროს კონტრშეტევა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცი, რომელიც ციხესიმაგრეების ხაზისთვის იყო განკუთვნილი, ვერ ასრულებს იმ ამოცანას, რასაც რუსეთი გეგმავდა. გარდა ამისა, ბუფერული ზონის გარეშე უკრაინამ გზა გაიკაფა ციხესიმაგრეების ხაზის სამხრეთით, რაც ნაწილობრივ ხსნის, რატო განიცდიან რუსეთის ძალები ამ რეგიონში ასეთ მარცხს. RBC უკრაინა აღნიშნავს, რომ დონეცკიდან უკრაინის სამხრეთში გაგზავნილი ჯარისკაცები ჩვეულებრივი რიგითი ქვეითები არ არიან. ელიტარული დანაყოფები და პარაშუტისტები დაინიშნენ იმ ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც უკრაინამ გაათავისუფლა. რა სტოვებს ეს რუსეთს? გაზაფხულის შეტევისას ციხესიმაგრეების ხაზზე. ხორცს, საზარბაზნე ხორცს. ჯარისკაცები, რომლებსაც თითქმის არ აქვთ მომზადება და კიდევ ნაკლები სტრატეგიული აზროვნება, უბრალოდ იგზავნებიან სასიკვდილოდ გამაგრებულ პოზიციებზე, რისთვისაც ისინი საერთოდ არ არიან მზად. არსებობს მიზეზი, რატომაც რუსეთმა ახლახან მოხსნა საკუთარი რეკორდი ერთ დღეში დანაკარგების რაოდენობით. და ალბათ ვნახავთ, როგორ მოხდება ამ რეკორდის რამდენჯერმე გადაჭარბება გაზაფხულის დასრულებამდე. როცა ვლადიმირ პუტინი უყურებს, როგორ აჩერებს ციხესიმაგრეების ხაზის სისტემა რუსეთის ყველა შეტევას, ის საკუთარ თავს კითხავს, რა არასწორად წავიდა. უკრაინამ, რომელმაც სამხრეთში მოულოდნელი ნაბიჯები გადადგა, თავისი როლი შეასრულა და ვლადიმირ პუტინი ზედმეტად ეგოისტურია იმის დასაჯერებლად, რომ შეიძლება სტრატეგიული გენიოსი არ იყოს. მაგრამ ის ვერ დაინახავს იმ როლს, რომელიც მან და მისმა კრემლის თანამზრახველებმა ამ ყველაფერში ითამაშეს. მაგრამ იმ პრობლემების უკან, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე აწყდება, კიდევ უფრო დიდი საკითხი დგას, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა უნდა გაუმკლავდეს. რუსეთის სამხედრო ბლოგერები მის წინააღმდეგ გამოდიან. და ერთ-ერთი მათგანი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროპაგანდისტია, რომელიც ვლადიმირ პუტინს ჰყავს თავის რუსეთში დაფუძნებულ დეზინფორმაციის არმიაში. ნელ-ნელა უპირატესობა ჩვენს მტრებს გადაეცემა. იქ ძალიან გამოცდილი ბიჭები მუშაობენ. ისინი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან. ისინი კარგად იციან, როგორ მუშაობს ყველაფერი და ცდილობენ გამოიყენონ ის ტექნიკური უპირატესობა, რაც აქვთ. ასეთი იყო იური პოდოლიაკას სიტყვები, როდესაც ის აფასებდა ციხესიმაგრეების ხაზზე შეტევას ამ დროისთვის. იმის გასაგებად, თუ რატო არის ეს კონკრეტული პროპაგანდისტი ასეთი მნიშვნელოვანი, უნდა იცოდეთ, ვინ არის ის. პოდოლიაკა იყო ყოფილი უკრაინის მოქალაქე, რომელმაც 2014 წელს პუტინის უკრაინის წინააღმდეგ პირველი აგრესიის კამპანიის დროს თავისი ერთგულება რუსეთს გადაუტანა. ეს მას პუტინისთვის იდეალურ პროპაგანდისტად აქცევს. ვინ იქნება უკეთესი ვიდრე ყოფილი უკრაინელი, რომ რუსეთის ხალხს აუხსნას, რამდენად გამართლებულია პუტინის შეჭრა. და დაახლოებით 4 წლის განმავლობაში პოდოლიაკა, რომელსაც YouTube-ზე 2.7 მილიონი გაონწერი და Telegram-ზე დაახლოებით 2.8 მილიონი მიმდევარი ყავს, ზუსტად ის იყო, რაც პუტინს სჭირდებოდა. კაცი, რომელიც უზარმაზარი აუდიტორიისთვის პროპაგანდას ეწეოდა, ზუსტად გასული ზამთრის ჩათვლით, როცა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველებდა უკრაინის სამხედრო ძალების გარდაუვალ დაშლას. მაგრამ ეხლა რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო ბლოგერი თავის დამფინანსებელს დაუპირისპირდა და ამის მიზეზი გაზაფხულის შეტევის კრახია. თუმცა უკრაინის ტექნოლოგიისა და სტრატეგიის უპირატესობაზე ბუნდოვანი კომენტარები შეიძლება ყველაზე დიდ ღალატად არჩანდეს. შეგიძლიათ იკამათოთ კიდეც, რომ პოდოლიაკა ცდილობს თავი დაიზრიოს და კარგი ურთიერთობა დაამყაროს იმ ქვეყანასთან, რომელიც წლების წინ გააცრუა. თუმცა თქვენ არ მობისმენიათ ის სიტყვები, რომლითაც ამ სამხედრო ბლოგერმა აღწერა გაზაფხულის შეტევის ბედი, როგორც თავად ხედავს. სამწუხაროდ ვფიქრობ, რომ მომდევნო თვეებში ამ მდგომარეობის შეცვლას ვერ შევძლებთ. უბრალოდ არ შეგვიძლია, ჩვენი დიდი უბედურებაა, აცხადებს პროპაგანდისტი. ის ამატებს, რომ თავარი რუსული ძალისხმევა ახლა უნდა იყოს მიმართული უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ რთულია დაინახო, როგორ მიაღწევს ეს ძალისხმევა წარმატებას. რუსეთი, ამბობს პოდოლიაკა, დიდ დანაკარგებს განიცდის, როცა ცდილობს გამაგრებული ხაზის დაძლევას. უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობა ძალიან ძლიერია. უკრაინა იწყებს შეტევებს რუსეთის ზურგის რაიონებზე, ოკუპირებულ დონბასში, რაც შესაძლებელი გახდა უკრაინის ახალი საშუალო მანძილის დრონების წყალობით. ეს დრონები ამჟამად ანადგურებენ რუსეთის სააერო თავდაცვას, ასევე ანადგურებენ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს ოკუპირებულ რეგიონებში. პოდოლიაკა არ არის ერთადერთი პუტინის ყოფილი მხარდამჭერი, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ზურგი აქცია.
ილია რომიზლო, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მეზობლებზე დომინირების მხარდამჭერი იყო, ასევე ზურგში დანა ჩაარტყა პუტინს. ყველანი ვფიქრობდით, რომ პუტინი იყო რუსული მიწების გამაერთიანებელი და ახლა აქამდე მივედით. სისხლიანი თავდასხმები, კონტრაქტიანი ჯარისკაცების მოტყუებით გადაბირება და კიდევ ბევრი სხვა რამ, განაცხადა რომიზლომ. ის პუტინის შეჭრას ჩიხში შესულ ომად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ეს შეიძლება კიდევ 10 წლეული გაგრძელდეს, ხოლო იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ იმ კაცის ეგო, რომელსაც არ შეუძლია აღიაროს, რომ ვერც ერთი თავისი მიზანი ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში ვლადიმერ პუტინი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინმა უნდა გადადგეს და წარდგეს სასამართლოს წინაშე, როგორც ომის დამნაშავე და ქურდი. გაუმარჯოს თავისუფლებას, ჯანდაბა, კვირის რომიზლა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც წლები გაატარეს კრემლის ხაზის განტარებლად პროპაგანდის ფრონტზე. ახლა ისინი პირდაპირ მილიონობით ადამიანს ეუბნებიან, რომ რუსეთი მარცხდება და რომ პუტინი სუსტი ლიდერია. ეს პუტინისთვის უფრო დიდი პრობლემაა და ამას კიდევ უფრო გაანძაფრებს ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. რაც უფრო მეტი კვირა გადის უმნიშვნელო მიღწევებით, მეტი დანაკარგით და ციხესიმაგრის სარტყელში რაიმე გარღვევის გარეშე, პუტინის სტრატეგიული უნარობა საბოლოოდ უკან დაუბრუნდება და მასვე დააზარალებს. ის შეეცდება გააჩუმოს ხმები. 2025 წლის ბოლოსთვის კრემლი უკვე ამკაცრებდა კონტროლს რუსეთის სამხედრო ბლოგერებზე. და მას შემდეგ პუტინმა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ინტერნეტის დასახურად რუსეთში, რათა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული და კონტროლირებადი წყაროები იყოს ხევნისაწვდომი. ეს არ შეცვლის მსხვერპლის რაოდენობას უკრაინაში. ეს ვერაფერს უშველის წარუმატებელ საგაზაფხულო შეტევას. როდესაც პუტინი უფრო მკაცრ ზომებს იღებს რუსეთის შიგნით, მის წინააღმდეგ ხმები კიდევ უფრო გაძლიერდება. რაც შეეხება ციხესიმაგრეების ხაზს, ის გააგრძელებს იმას, რასაც 2014 წლიდან მაინც აკეთებს. პუტინის აგრესიას დაუპირისპირდება. ის, რასაც კრემლი თვლიდა, რომ თვეებს წაირებდა, საუკეთესო შემთხვევაში წლები დასჭირდება და ეს უკვე ბევრად უფრო ძვირი უჯდება რუსეთს, ვიდრე უნდა დაждდომოდა. რუსეთისთვის 2026 წლის ყველაზე სისხლიანი დღე უკვე იყო და გავიდა და აქედან მხოლოდ უფრო გაუარესდება ყველაფერი. ჩვენ უკვე გავაანალიზეთ, რა მოხდა რუსეთთან 17 მარტს, ასევე როგორც ცუდად იმოქმედეს პუტინის ძალებმა იმ კვირაში, მათ შორის იმ საბედისწერო დღესაც. თუ გსურთ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ რა გააკეთა უკრაინამ რუსეთის საგაზაფხულო შეტევის შესაჩერებლად, ნახეთ ჩვენი ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. მადლობა ყურებისთვის.